ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2018 წელი ამოცანა ნომერი 14. ნახატზე გამოსახულია მერხევის სხეულის კინეტიკური ენერგიის დროზე დამოკიდებულების გრაფიკიო და გვეკითხებიან რის ტოლია რხევის სიხშირე. ხო, მოდი ჯერ გავიხსენოთ კინეტიკური ენერგია რას წარმოადგენს. კინეტიკური ენერგია ეს არის mv კვადრატ ნახევარი. როგორც ხედავთ, კინეტიკური ენერგია დამოკიდებული არის მასაზე და სიჩქარეზე, ხო? სიჩქარე როცა მინიმალური არის, კინეტიკური ენერგიაც მინიმალური გვაქვს, სიჩქარე როცა მაქსიმალური არის, კინეტიკური ენერგიაც მაქსიმალური. ამიტომ არსობრივად კინეტიკური ენერგიის დიდობა მაქსიმალურ მნიშვნელობაზე ან მინიმალურ მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ სიჩქარის, არცებითი მნიშვნელობა არ აქვს ერთი მხრივ, კვადრატი კი არის, გარკვეული მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამ ამოცანის განხილვის დროს, როცა ამ ჩვენ მერხეს სხეულს მაქსიმალური აქვს სიჩქარე, მაშინ კინეტიკური ენერგიაც მაქსიმალურია. ამიტომ მოდით ახლა შევხედოთ გრაფიკს. ახლა დროის საწყის მომენტში კინეტიკური ენერგია არის ნულის ტოლი. ანუ აი რო წარმოვიდგინოთ მერხევის სხეული გვაქვს, ხო? აი მერხევის სხეული. დავამარგოთ მერხევის სხეული. მერხევის სხეული გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ ეს ჩვენი მერხევის სხეული საწყისი მდებარეობიდან, აი ეს არის საწყისი მდებარეობა, მაქსიმალურად არის გადახრილი. ანუ მობრუნების წერტილი არის. აი აქ მაქსიმალურად რო არის, გაჩერდა ეს ჩვენი სხეული. თუ გაჩერდა, სიჩქარე 0 აქვს. თუ სიჩქარე 0 აქვს, მაშინ კინეტიკური ენერგიაც 0 ექნება. მერე რა მოხდა? მერე ეს წამოვიდა ესე, მოვიდა აი აქ უკვე სიჩქარე მაქსიმალური გაუხდა, ანუ 0.5 წამის შესაბამისი არის აი ეს, ტეუდრის 0.5 წამის შესაბამისი. აქ არის კინეტიკური ენერგია მაქსიმალური აქვს. მერე ერთ წამში ისევ 0 გაუხდა, ანუ კიდე გადმოიხარა აქეთ. აი მოვიდა აგერ ბატონო. აქ მოვიდა უკვე ტეუდრის ერთ წამში. მერე ისევ უკან მოდის, ხო? ისევ წამოვიდა, მოვიდა აქა, ისევ წამნახევარში ისევ მაქსიმალური გაუხდა აქ სიჩქარე და მერე ისევ ორ წამში სიჩქარე გაუხდა 0-ის ტოლი, ანუ აქ დაბრუნებულა. ანუ გამოდის, რომ ხევა, აი A-წერტილი დავარქვათ, ეს არის B-წერტილი პირობითად, ეს არის C-წერტილი. ესე იგი, ხევა დაუწყია A-წერტილში, აი დაიწყო, კინეტიკური ენერგია ჰქონდა 0. ნახევარ წამში აღმოჩნდა B-წერტილში და კინეტიკური ენერგია გაუხდა მაქსიმალური. შემდეგ კიდე ნახევარი წამის შემდეგ, ერთ წამის შემდეგ მოვიდა C-წერტილში, ეს ჩვენი მერხევის სხეული და კინეტიკური ენერგია, ანუ სიჩქარე, იგივე კინეტიკური ენერგია გაუხდა ისევ 0-ის ტოლი. შემდეგ რა მოხდა? ისევ წამნახევარში ისევ B-წერტილში აღმოჩნდა და ორ წამის შემთხვევაში ისევ დაბრუნებულა აქ. ანუ ორი წამი ყოფილა ის დრო, როცა ეს ჩვენი მერხევის სხეული დაბრუნებია თავის საწყის მდგომარეობას. ხოლო იმ დროს, როცა მერხევის სხეული უბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას და არ მდებარეობას, აქ მნიშვნელოვანია ეს გავუშვათ ხაზი, უბრუნდება თავის მდგომარეობას, ჩვენ ამას ვეძახით პერიოდს. ანუ ორ წამში თუ დაუბრუნდა თავის მდგომარეობას, თავის საწყის მდგომარეობას, მაშინ პერიოდი T ტოლი ყოფილა 2 წამის. პერიოდი თუ არის 2 წამი, სიხშირე კიდე არის პერიოდის შებრუნებული სიდიდე. ნუ ჩავსვათ უბრალოდ ახლა ჩვენ აქა მივიღებთ 1/2 ჰერცს, ხო? შესაბამისად, პასუხს თუ დავწეროთ, ეხლა პასუხი ნიუ რხევის სიხშირე ტოლი ყოფილა 1/2 ჰერცის. ჰერცი. კარგი ბატონო, ეხლა ნახოთ ეს პასუხი და შემოვყავდეთ. ეს არის პასუხი B, როგორც ხედავთ.